მოგესალმებით, დავბრუნდი ახალი ვიდეოთი და ვაგრძელებთ One Punch Man-ს. დღეს უნდა ვნახოთ პირველი სეზონის მეოთხე სერია. წინა სერია საკმაოდ კარგი იყო. ახალი პერსონაჟი გავიცანით. გავიცანით რა, მანამდეც ვიცნობთ, მაგრამ ახლა უკეთ გავიცანით და მაინტერესა სიმართლე გითხრათ. უკვე ნათქვამი მაქვს ერთხელ. საინტერესო პერსონაჟია. მაინტერესებს რას მოიმოქმედებს ახლა როცა იცის საიტამას შესახებ. რომ ასე ამდენს მიაღწია ვარჯიშით და თვითონაც გადაწყვეტს რა ვიცი მე მოიხოდოს, ივარჯიშოს. თუ რამე სხვა მეთოდს მოიფიქრებს ისევ. რადგანაც მგონია რომ ამ სერიაში მას ვერ ვნახავთ, იმიტომ რომ რამე სხვა საქმე გვექნება, მაგრამ ნახოთ, ხანმოკლედ მეოთხე სერია ჩავთ. ეს რეკლამები სეზონი 1, სერია 4 კი. კაი. ბევრი დრო რომ არ დავკარგოთ, პირდაპირ დავიწყოთ One Punch Man-ი. მეოთხე სეზონის კი არა, პირველი სეზონის მეოთხე სერია 3-2-1 დავიწყოთ. რატომ უნდა ვიმუშავოთ? საჭმელში ფული რატომ უნდა გადავიხადოთ? რატომ არ უნდა გავიყოთ ის ერთმანეთში? დიდრების კდებიან, გაჭირვებულები გიკვდებიან. სად არის ჩვენს სოფლიოში თავისუფლება? ჩვენ ყველანი სამუშაოთი ვართ შეპყრობილი. თუ მუშაობას ახალისოა. არა, არანაირად. გაჩნია მუშაობას. ჩვენ მუშაობას არ ვაპირებთ. სწორედ ამიტომ მე თავჩაკუჩა შევქმნის საზოგადოებას, სადაც მხოლოდ ისინი იმუშავებენ, რომლებსაც სამი სურვილი ექნებათ. დანარჩენები კი დახმარებას მიიღებენ. ჩვენ იდეალურ სამყაროს ავაშენებთ. აქცია აქვთ მოწყობილი. ბოს, არავინ არ გისმენთ. რა? ჯანდაბა, გამოუსადეგარი ხალხი. წავედით, პირველ რიგში ქალაქის უმდიდრესი ადამიანის ზენიროს სახლი გავანადგუროთ. დავამტკიცოთ ჩვენი განზრახვების სერიოზულობა. ცათამჯენი უთანასწორობის სიმბოლოა. არის სერ. გახმოვანებულია მაიკადრე წერტილი ქომისათვის. One Punch Man დროს ვახავთ. მადლობა რომ გაგვიხმოვანეთ. შეიძლება გაახმოვანეს და მე დავსკიპებოს და არ აღშვს. თელი შენობა ზენიროს ეკუთვნის. შანსი არა რომ ამდენი ფული კანონიერად ეშობა. არ მეტო არა. ვაპარაკეთ. არის სერ. აი ასე. სერიოზულად ერთი. ვაუ, ტიპა მთელი ცათამჯენი გაანადგურა. სამის და განადგურებულია. ექსპერიმენტული საბრძოლო ფორმები მუშაობს. მათი გამოგონებლის გაძარცვას არასოდეს ვინანებთ. უი, შენობა შეგვეშალა. ჩემბრალია ბოს. ზენიროს საფორმაშორებითა. შეცდომები ყველას მოსდის. მთავარი ამათზე ისწავლო. ხომ მართალი ვარ? რა თქმა უნდა. მაგარი შეცდომა მოგივიდეთ. დიახ. რა არის? მადლობა, პიძია ველოსიპედზე. აი. შენი დორბლიანი დიდით არ მომიახლოვდე. რა? დამესიზმრა?
ეს ცნობილი იყო. ტერორისტები, რომლებიც განადგურებას არ წყვეტენ, საკუთარ თავს 64-ის ბანდას უწოდებენ. მათ ქალაქებში მაღალი შენობები გაანადგურეს. სიტუაცია არასტაბილურია. სულ ახლახან სამდაჯგუფების ლიდერის ვინაობა გახდა ცნობილი. ბეკლასის დამნაშავე თავჩაკუჩა. თავჩაკუჩა. ამ დაგვარქმდებებში მონაწილეობა მას ადრეც მიუღია. მისი სიმაღლე 2 მეტრი და 15 სანტიმეტრია. წონა კი 210 კილოგრამი. 210 კილოგრამი. ერთ-ერთი ქუჩური გარჩევის დროს მან 20 კაცისა ავადმყოფოში მოახვედრა. მათმა ჯგუფმა ტელევიზიაში შეტყობინება გაუგზავნა. განადგურებას იქამდე განმაგრძობთ, სანამ უმუშევრებს სრულიად არ დააკმაყოფილებენ, თანაც უფასოდ. არაფერი საინტერესო. წასვლას აზრი არ აქვს. და კიდევ, ყველა მათგანს თავი გადაპარსული აქვს. რაც გარშემო მომყოფებში სრუნერ გავს. თუ ქუჩაში გადაპარსულ თავიან პიროვნებას დაინახავთ, აუცილებლად გაიქეთ. აუჩი. რაო? ზუსტად ჩემსავით გამოიყურება. ზუსტად შესავით არ გამოიყურება. ამდენი ვიწვალე რომ გმირი გამختარიყავი. თუ ასე გაგზელდა მეც მოროტმოქმედად ჩამთვლიან. ნუ ეგ ხო. დედებს ავუწიოკებ. ეგრე ხედი. გაიქეცით. მელოტები თავს გასხმიან. ისინი სულ გაგიზნენ? ძალიან სახიფათოები არიან. არ გაინძრებინ ძურო მოროტმოქმედო. ეს ტიპი ისე? სამართლის ველოსიპედისტი ულიცენზიო მძღოლი მოვიდა. მაცადე. ულიცენზიო მძღოლი მოვიდა. ახლა კი არაფერი გვამქრება. არა. გმირი? სრული მინდა მეთქვა გინოსია თქო, მაგრამ არა. ფილმებს სასტრაფოში დარეკეთ. ბატონო ზენინო, გთხოვთ, გაიქეცით. მალე მოვიშორეთ. ტერორისტებს გავექცე, ჩემი რეპუტაცია დაშავდება. ია. ამის აუცილებლობა არაა. გაგიმართლა, რომ ასეთი რამ კონტრაქტის მოქმედების დროს მოხდა. შენ ვინ ხარ? პირადი მცველი. სონიკ, და გაუნკლავდები? მეტოქეები ხომ? რა თქმა უნდა. სანერვიულო მათი სიცოცხლეების გარდა არაფერი გაქვთ. მხოლოდ იმაზე ფიქრეთ, თუ როგორ მოვიშოროთ გვამების გორა. დამაინტერესა, მიდი. ამ უცნობი საბრძოლო ფორმები ჩაიცვეს. თანაც ბეკლასის დამნაშავე თავჩაკუჩა. ძლიერი უნდა იყოს ოდნავ მაინც. მეოთხე ეპიზოდი თანამედროვე ნინძა. ახლა გახმოვანეს. თანამედროვე ნინძა. ბოს, დღეს იქით რომ შენობაზე ნინოს ეკუთვნის. ხალხში მას ოქროს კურკლში არგვეს. მშვენიერია, წავედით. აქ ვიღაც არის. გელოდებოდი თავჩაკუჩა. აუ, ჭრილი? მე ზენიროს ხელქვეითი ვარ. ჯერ გაგაფრთხილებ. ჩემი არც ერთი მეტოქე ცოცხალი არ გადარჩენილა. არც ახლა იქნება სხვაგვარად. სამსახურში მე პერფექციონისტი ვარ. თუ ახლავე დამნებდებით არ მოკლავთ. რა სიზამთ? მე მგონი ეს მართლა დახოცავს. ჩემი შეგე. რატო ჩანს ასე ცუდად? ეს რა? სისხლი ვაფშე არაა და გეგონება უბრალოდ მანეკენებს ჭრის თავებსო. მაგერ ცოტა სისხლი იყო. ვახ, ჩემი. შეახვარო. რა საკეთებ? ჩემ შეშინება გინდა? შენ ხომ ვერ მხედავ? აი, სათხარ.
შიმიკი. ტერორისტი. არ ვარ ტერორისტი. გაქცევის მაგირო თავდასხმა გადაწყვიტა? ისევ ჩემი მავნე ჩვევა. რა. ზენიროს ფულით ნაყიდო წყეულო ლეკო. გგონია კეთილი საქმისთვის მებრძოლი პიროვნება შენნაირ ცუგასთან წააგებს? გასაგებია. ძალიან დაუფიქრებელია. სხვა რა უნდა ვთქვა, სულელია. კი. ლოდები უფრო ბუნებრივად ვერ დააწყო? მე საკმარისი ლოდი მაქვს. იქამდე ვისვრი სანამ არ შემაჩერებ. მიმართულებით სოდით გონია ჩემს სიჩქარეს გამკლავდები? საცოდავი ხარ. კარგი. გეთამაშები. პირდაპირ შუბში და გარტყავ. ჩქარია, ვერ ხედავ. მაგრამ არცაა საჭირო. რადგან გაები არა. გაუნათლებელო არსებაო. სადღაც იმ ქვეყნად ისწავლეთ რომ უნდა კაი. დავასრულე. არა, სამწუხარო თავი ვერ შევიკავე. დიახ, გამონათლებელს ვის უძახდია? უკვე ბრუნ გვამი დაიკარგა? რა? ზე გადავრჩა. ვარიმე. თავში და მიმიზნა რა კარგია. ჩემი თავის ქალა ჩოულებრივზე ბევრად სქელია, რა კარგია. ნუ, გეტყობა. დამპალინა ბიჭვარი. სახელი არ ვიცი, მაგრამ საწამივა. აი, საიტამა მიგესიბილებს. ვიღაც არის? ო, გიპოვე. გახმოვანებულია მაიკადრი წერტილი კომისათვის. ისევ როგორც კოღოს უჩხულთან. მოწინააღმდეგე ვერ დავაფასე. ყურადღება მოვადუნე. ვისაც ხოჭო მარტო გამისარგებლა. საიტამა სენსეი ახლოს ომარ ყოფილიყო. ინოსი. ნამდვილად გამანადგურებდნენ. გასაგებია. კიდევ კარგი გადარჩი. პროფესორო, საიტამა სენსეი მისო გადამირჩინა სიცოცხლე. სიცოცხლე, რომელიც ერთხელ თქვენ გადამირჩინეთ. შემდეგ კი საიტამა სენსეი. ისევ მის ხელში აღმოჩნდა. ყველა ვაგრძელებთ 3 2 1. ყველაფერი გასაგებია გენოს. იმას გულისხმობ რომ საიტამა წარმოუდგენლად ბეჭდავიან. კი? დიახ, გენოს. შეხვედრას ვერ მოესწრო, მაგრამ რამოდენიმე დეტალი შევემუშავე, რომლის ჩანაცვლების შემდეგ სავსებით შესაძლებელი იქნება რომ საიტამა საჯობო. ის ალბათ ძალიან ძლიერია. რახან მასი ასე საუბრობ. მე ჭვება საიტამა სამთაჯობოს. დიახ. რა გინდა? 64-ის ბანდაში გსურს გაწევრიანება? არა. მე ის ვარ ვისი ჰობიც გმირობა. აქ პირადული მიზეზების გამო თქვენს გასანადგურებლად მოვედი. და შენი ხალხი სად არის? მაშინ ჩაძაღლდი. კი, აბა. აქედან დროულად უნდა გავახციო. კი, მაგრამ ხომ დავარტყი? საშინელი იმედგაცრუება. ნეკი საბრძოლო ფორმის იმედი მქონდა. ბანძი დიზაინით ამ მხოლოდ ხეცურ ძალას გაძლევს. კი. ვერც კი წარმოიდგენ რამდენი ვიწვალეთ მათ საშოვნელად. მათ ფასს შენ ვერასოდეს გაიგებ. ზუსტად ახლებეძებდი იმას, ვიზეც ფორმის მთლიან ძალას გამოვიყენებდი. ტრიალა შეტევები. ბავშვობაში ამ ილეთს მუდამ ვიყენებდი.
შეუძლებელია. თავჩა ქუჩა არა? კი? გავს. შენ ვინ ხარ? უფ. გააკეთულა. მოიცადე, მე უბრალოდ სამსახურში სიარული არ მინდოდა. ბოროტ მოქმედება შეეშვი. ჩემს მოსაკლავად არ მოხედი? დაახვიე. არის. კაი, არ მოკლა. ესაგებია. სახლში წავალ. თავჩა ქუჩასაც წავიდა. გაიქცა. ანუ გადარჩენილებიც ყოფილან. შიშველ ტრაკა თავჩა ქუჩა იგი გაიქცა. ეს რა არის? ეი, გეშლება. რა მეშლება? დაძმებული ხარ? 60-ის ბანდაში არ ვარ. სვეტში, საიდანია? ნუ მატყუე. არა. რა სულელობ? შემომხედე. რა არის სანახავი? მელოდი. მელოდი თავით გამართლებას ვერ იპოვე. არა, ვერ მიცანი კი, მაგრამ ის ვარ, ვისი ჰობიც გმირობაა, ცუდი ტიპების თემა. არ გიცნობ. აი თურმე რა. სიმართლე გითხრა, აღარ მაინტერესებს. ჩემი შეტევები ორჯერ დაინახე. აი რაშია პრობლემა. მე ნინძების სოფელში დავიბადე. ჩემს ტექნიკებს ბავშვობიდანვე ვანვითარებდი. რა? აჰა. შენ კი ისინი ადვილად მოიგერიე. ამას უყურადღებოდ არ დავტოვებ. რას ბოდიელობს? ჩემი სიამაყე უფლებას არ მოგცემს. ანუ იცი არ უნდა იყო. მე ვერ გამექცევი. დამიჯერე. მატყუარ ახარ. უბრალოდ შენი შესაძლებლობების გამოცდა გინდა. ამას ბავშვურ ღიმილში ვხედავ. ბავშვურ ღიმილში კი. ჩემი სიჩქარე, რომელიც ხმის სიჩქარეს და დარტყმის ტალღას უსწრებს, როგორ მოგწონს? ხედა? ეწევი ჩემს სიჩქარეს? კი? აქტივად. შეიძლება სახლში წავიდე? ის ქარის מחვილის დარტყმა. არა. შამათი. აა! უი ბოდიში, შემთხვევით მომივიდა. არ მინდოდა. არც ვაპირებდი დარტყმას, მაგრამ თვითონ შემეხე. ბოდიშ გიხდი ტექნიკური ხარვეზისთვის. თხოვთ არ გადართოთ. არსად არ ვთხოვ. მე კლუბიდან დაწყებული და დაცვით დამთავრებული ნებისმიერ სამსახურს ვიღებდი. მე უძლიერესი ნინძა. ზებგერითი სონიკი ვარ. დროებით სამსახურს სორიკი. შენში ღირსეული მეტოქე დავინახე. გასაგებია. სწორედ ამიტომ დავღალავდი ვარჯიშე. შენი სახელი დაასახელე. საიტამა. აჰა. საიტამა. ჩვენი შემდეგი შეხვედრა შეთვის ბოლო იქნება. აჰა. შემდეგში მე ზებგერთი სონიკი, ჩემი ნინძუსუთი ბოლოს მოგიღებ. კი. წარმატებები. ზებგერთი სონიკი? ვინ არის? სახელს ხომ არ აჭარბებს? აზერზე არ ვარ. საიდანღაც გამოჩნდა მეტოქე მიწოდა და გაქრა. თუ ნაებს გიშლით, გაუნკლავდები. ნოფ, კაი რა. შენ თავს მიხედე ჯობია. ნამდვილად. რას მომეწებე ვერ გავიგე. სახლში წადი, ჩემთვის არავინ ხარ. სესეი, მე უფრო ძლიერი უნდა გავხდე. მოკეტე. ახლა სერიოზული პრობლემა გავითავისე და შოკში ვარდები. თხოვ, სახლში წადი. სერიოზული პრობლემა? თქვენნაირ ადამიანს სერიოზული პრობლემა აქვს? კი. თხოვთ გამიხილეთ. ჩემი პოპულარობა ნულზეა. სერიოზულად. ჩემი პირველი გმირული საქციელის შემდეგ 3 წელი გავიდა.
ქვეყნის ურჩხული და ბოროტმოქმედული ორგანიზაცია გავანადგურე. კი? არასოდეს გამიგია რომ სხვა გმირები ჩემზე მაგრად შრომობენ. არ მოვიდა დრო რომ ყველამ გამიცნოს. კაი აზრია. არ არის რომ ფანები ჯერ კიდევ არ მყავს. ისი დღეს რა არა, მოხდეს? უცნაური არის. მე მართლა. შენ არ გიცნობო. ქალაქში ყველას ტერორისტი მეგონე, არა და ცოტა ხნის წინ ურჩხულებს უკლავდი. ისე აქამდე რომ დაკვირვებულიყავი, მართალია. დაკვირვებოდი ამ სამოთხის სიტუაციას. რეპორტაჟში არც საიტამა სენსეი უხსენებიათ და არც ზებგერითი სონიკი. მთელი დიდება გმირს ერგო სახელად ულიცეზიუმ ზღვაოლი. ეს დაჟი გადარჩა? ნუ თუ ლიცენზიის სენსეი. ხორი. თქვენ რა გმირთა ერთში არ წერი ხართ? ტესტი გაიარეთ გმირთა ასოციაციის ერთ-ერთ ოფისში, რომელიც მთელს ქვეყანაშია განთავსებული. თუ საკმარის მინიმუმს ააგროვებთ, თქვენ გმირთა რეესტრში შეგიყვანენ და სრული უფლება გექნებათ, რომ თქვენს თავს გმირი უწოდოთ. როგორც კი გმირთა ასოციაცია თქვენს კანდიდატურას თანხმობას მისცემს, თქვენ პროფესიონალი ხდებით და იღებთ გადასახადს, რომელიც მოსახლეობის შემოწირულობიდან შემოდის. ყველა გმირი, რომელიც საზოგადოებაში ცნობილია, პროფესიონალია. რამდენი გმირობაც არ უნდა ჩაიდინოთ, ცით წოდებული გმირები. უბრალოდ სულელები არიან და ეჭვს იწვევენ. აჰა. ამის გაგონება არ მიგოდა. გენო, შენ დარეგისტრირებული ხარ? არა. მე არ მჭირდება. დავრეგისტრირდეთ. ჩემთან თუ წამოხალ მოსავლე დაგიყვან. წავიდეთ. ედ მოსწონს. დამინდეთ. აუ. ორგანიზაციას ფორმები მოპარე და დანდობას ითხოვ? ეს ვინ არის? წარმოუდგენლად სულელი ხარ. ისევის არა. მერტელია ქურდი, სპეციალურად გავუშვით რათა ფორმის მონაცემები შეგვემოწმებინა. ეს რა არის? სხეულს რა ვუყოთ? დატოვე. ვიღაც მანეკენი და მადლობა რომ ხარი თავის კალამაჩუკე. კიდე სოცხალია? სამსახურს აუცილებლად ვიშოვი. დღეს ჩვენ სტუმრობთ ხოლმე უმუშევარი ახალგაზრდების ექსპერტი მისტერ მაძიმედო. გმადლობთ მოწვევისთვის. სამოთხის ბანდის მაგალითის მიხედვით თუ მიმსჯელებთ, უმუშევარი ახალგაზრდების სიცხე სულ უფრო და უფრო იმატებს. ამ საკითხზე რას გვეტყოდით? მათგან დიდად არ გამოვირჩევი. მუშევრებისგან. ხო? ერთი არასწორი ნაბიჯი და მათნაირი გავხდებოდი. გახმოვანებულია მაეკადრე წერტილი კომისიის სერია. რატომ არ თარგმნით? ნუ შევიძინე ხო? კაი? საკმაოდ მალე ჩაიარა ამ სერიამ, რავი. წინა სერიას ვთქვი რა, ამბობენ რომ პანჩმენში მალე გადის სერიები. კაი. ეს იყო პანჩმენი. პირველი სეზონის მეოთხე სერია. კაი იყო. ცოტა მოსაწყენი სერია იყო სიმართლეს გეტყვით, თუმცა საიტამა მიხვდა რომ საკმარისად არაფასებენ და вообще ფაქტს ამბობს, იმიტომ რომ თუ 3 წელია სიბოროტეს ებრძვის და სიგეთის სადარაჯოზე დგას, მაშინ მართლა უნდა აფასებდნენ ახლა. არც კი იციან ვინ არის. რაღაც პონჩი შეიძლება საიტამას ბრალიც იყო, იმიტომ რომ უცდია როდესმე იმის თქვა რომ ეს მოსტრი რომ მოკვდა იცი, მე მოვკალი, ხო ხედავ რა მაგარი ვარ. ნუ რა ეგარი თქვა რა თქმა უნდა, მაგრამ მე ვიყავი რა, მე ეჩვენებინა ხალხისთვის თუ უნდა რომ გაეგოთ. ისე როგორ ვერ მომენტში ეგეც მიგვირს, ცოტა აბსურდისკენ წავედით ახლა, იმიტომ რომ 3 წელია თუ ტიპი ამას აკეთებს, შანსი არა რომ კამერებს არ გადაეღოთ ან არ დაეფიქსირებინათ, სადაც საიტამა არც ცდილობდა ამის დამალვას, რო ეცა და
თავისი საქციელების დამალა, როგორც მაგალითად Light Yagami-ის ელს ციკლის დღეიდან ნებისმიერ პერსონაჟს, მაშინ კიდე გასაგებია, მაგრამ საიდამა მე მგონი შუა ქუჩაში მეშვება ხოლმე. ხოცავს ხალხს პირდაპირ ერთი დარტყმით. შეიძლება იმ პონჩი რომ სწრაფად ხდება ეს ყველაფერი მოდის, ურტყავს, კლავს და მიდის, მაგრამ მაინც 3 წელი ამას აკეთებს, უნდა დაინტერესებულიყვნენ მაინც. ვინ აკეთებს, როგორ აკეთებს, რატო ხდება ადამიანი ასე სწრაფად. ასე რომ ხო. ცოტა ისე რა მომენტი არის, მაგრამ ჯანამას. შეიძლება ახსნა კიდეც რატომ არა და ტყუილად ვაკუჭება ხლა ვაიბს. მაგრამ ხო. აი. ახლა ვნახოთ შემდეგი სერია, აბა. ძალიან არ მინდა ამაზე დასრულება. აი, დავიწყეთ One Punch Man პირველი სეზონის მეხუთე სერია 3-2-1. 3-2-1. მადლობა. ქალაქია გმირთა ასოციაციის მთავარი. წავიდა. ესე იგი ულიცენზიო მძღოლი ეცეკლაში პირველი რჩება. კარგი, შევატყობინებთ. იგივე ულიცენზიო მძღოლი არ გამოსდის არაფერი, მაგრამ ყველა მაინც აქებს და ადიდებს. დღევანდელი შემდეგი საკითხი არიგით 55 გმირთა საკვალიფიკაციო გამოცდა. ამჟამად მონაწილეთა საერთო რიცხვია 11684 მონაწილე 6-ვე განყოფილებაში ერთად. 22%-ით მეტია ვიდრე წინაზე. ოჰო. აქ სასიხარულო არაფერია. იმ შემთხვევაში თუ გმირების რაოდენობა გაიზრდება, მათ ეფექტურობას ხელი არ შეეწყობა. ნუ, საიტამას ეფექტურობაზე არ ჯობეს ვიცი. იქნება თუ გამოცდას გავამკაცებთ. გავიგე მონაწილეობას პიროვნება იღებს, რომელმაც თქვენში ინტერესი გამოიწვია. დიახ, ჯერ დაუზუსტებელია, მაგრამ ამის დიდი შანსია. გენოსი? გასაგებია, ნუ ტიპით ნახეთ იმის წინა სერიაში, რომ აინტერესებდა. მეგონა მე კონკრეტულად საიტამას მიაქცევდა ყურადღებას. ან ორივეს ერთად, მაგრამ არა, ისიბედა გენოსს უყურებს. აი, უყუროთ რა. ვუყურებ, უცებეთ, ცალით-თვალით. ისე ბევრი პერსონაჟია აქ არა? ეს თუ მარტო პირველი სეზონის ხალხია, აი ბევრი პერსონაჟია 12 სერიისთვის. この番組はご覧のスポンサーの提供でお送りします。რეგისტრაციის გავლისთვის მოსული პრეტენდენტები ორი გადადექით. რატომღაც ჰანტერის ვაიბი იმას ქვენი ახლა, იმიტომ რომ მაშინაც ხო ეგეთი გამოცდა იყო ჰანტერზე. შემდეგი 30 წამი გვერდებზე ხდომა.
მოემზადეთ, დაიწყეთ. აჰა. შემდეგი 1500 მეტრზე სირბილი, დაიწყეთ. კიდევ გინდათ რომ დასცინოთ? შემდეგი სიმძიმის აღება. შემდეგი ბირთვის ყორსნა. სიმაღლეზე ხტომა. დაარტყით ხუნელას. დაარტყით ხუნელას. ძალის საზომი. კი. ჯობია სახლში წავიდე. წავწანდი. მეხუთე ეპიზოდი, დიდებული მასწავლებელი. დიდებული მასწავლებელი. ყველა ტესტის გავიარე. შედეგების ლოდინიღა დარჩა. შენც დაასრულე? დიახ, ფიზიკური შესაძლებლობების შემოწმების გავლა საერთოდ გჭირდება? რას გულისხმობთ? ნუ ხომ შეგიძლია მარტო მახასიათებლები ანახო. კარგი არაფერი და როგორ ჩაიარა? წერითი და ფიზიკური გამოცდაც უბრალოდ დროის კარგვაა. მართალია, ძალიან მარტივია მათი ჩაბარება. მალე შედეგებს გავიგე. აჰა. გამსვლელი ქულა 70-ია. წერითი გამოცდა ესეთი ადვილია, რომ ყველა მაქსიმუმს ასული ქულა 70-ია. შესაძლოა პრობლემა და ძალიან, მაქსიმუმი რამდენია? 100? მაგრამ თქვენ ეს აშკარად არ გეხებათ. 1 საათის შემდეგ. 100-დან 100. 100 ქულა. მართლა? დიახ. აქ წერია, რომ ეს კლასის გმირი გავხდი. ჟამბარიზე. ეს კლასი? ეგრას ნიშნავს. უმაღლესი. კლასებში ვერანაირ აზრს ვერ ხედავ. თქვენ რა გაქვთ სენსეი? ო. ეი, ანუ მეც? ეს კლასი. შედეგი ნათელია. მოიცადე, არა. თანაც ჩემზე დიდი 100 წერია. არ ჩანს. სხვა არც ველოდი. უი, მართლა. გასაუბრებაზე რა გკითხეს? გახსენი, მეგონი ეს კლასი არაა. და ბოლო კითხვა გენოს. ეს შენობა გეცნობა? აგენოსიც არ გადაიბარეს? საიდუმლო გამოძიებას ვაწარმოებდით ამ ნაშავითა ჯგუფზე, რომელსაც ევოლუციის ტაძარი ეწოდებოდა. როგორც კი მათი ბუნაგი ვიპოვეთ, ის უცებ ვიღაცამ გაანადგურა. თანაც უზარმაზარი ცეცხლოვანი ძალით. ეს შენი ნამოქმედარია? დიახ. რა ხდება? სავო. ამიტომ არის ეს კლასი ახლა. გასაგებია. ანუ გასაუბრება საჭირო და აღარ ჩათვალეს. სენსეი, არა ხო? მე მხოლოდ C კლასის გმირი ვარ. 71 ქულა მაქვს. ო, აი თუ 71. სიზემოთ ნაწილი ეს 100-ს ნაწილად ჩავთვალე. ანალიზებს მომიტარებ. მაგარი ანალიზია. მათ უფროსობას გავესაუბრები. არა, სირცხვილია. არც ეს სირცხვილია. ბატონო გენოს. გასაჩივრება არასდროსაა სირცხვილი. ჩარიცხულებისთვის სემინარი ტარდება. მესამე აუდიტორიაში მობრძანდით. უბრალოდ წავიდეთ და მორჩა. თავარია ჩავაბარეთ. დანარჩენი დაიკიდე. ნუ ხო, ავისთვის არ ქონდა მნიშვნელობა. როგორც იქნა ვიპოვეთ ის კიბორგი. ხო, უკვე გავიგე. მისი დამსახურების გამო გამონაკლისი დავუშვით და ეს კლასის გმირად ვაქციეთ. გამონაკლისი დავუშვით, კი. უბრალოდ გატყობინებთ. ხო. არა, არც სტაილი მომწონს. აი პერსონაჟებს ვაგვირდები ეხლა და კარგად გამოიყურებიან. შუბჩდილებიც კარგადაა დახატული. პირველ რიგში გამოცდის ჩაბარებას გილოცავთ. ეს საიტაბას თავია რაღაცნაირი. მართალია ერთ-ერთმა თქვენგან მაზლივს გადალახა, მაგრამ თქვენი იღბალი ტყუილად არ გაფლანგოთ. ძალიან უნდა მოინდობოთ. დავიწყება არ გაბედოთ. დღეიდან თქვენ გმირები გახდით. სწორედ ამიტომ ღირს შეულად უნდა იცხოვროთ. თქვენი სახეები გმირთა ასოციაციის მთავარ გვერდზე იქნება გამოსახული. გესმით? თქვენ შტერულ სახეებს მთელი მსოფლიო ნახავს. თუ არ გინდათ რომ შერცხვეთ,
კაი. ჩემნაირი გმირი ოი, არა. თუ გვინდა რომ შევწყვეთ, შენაირი გმირი უნდა გავხდით. სენსეი, მე აკლასის გმირი ვარ. გმირთა ასოციაციაში ო, გარკვეული მავნები მაქვს. გენოსი ეს კლასის გმირია. გულებს დაკარგავენ და ჩამოქვეით. ეს კარგად დაიმახსოვრეთ. საუზმეზე რა მოვამზადო? რა ვიცი, აბა. პროფესიონალი გმირები მხოლოდ 3 წლის წინ გამოჩნდნენ. ხოლოდ 3 წლის წინ? მილიონერი აგონიშვილი შვილს თავს ურჩხული დაესხა. როგორც ჩანს ის გამდენმა იხსნა. როდესაც მან მოხდარზე გაიგო, აგონმა სისტემა შეიმუშავა და მისი ხერხები გმირთა ასოციაციის შექმნისთვის გამოიყენა. რაც არ უნდა იყოს სემინარები არ უარდათ. ჩვენ ახლად გამოცხარი გმირები ვართ ნუ, და სემინარების ამბავი ვიცი. თავაწევლების უნივერსიტეტში პირველ კურსზე მეც ეგრე ვიყავი. სენსეი. ახლა მე ოფიციალურად თქვენი ო, კი. გთხოვთ, ჩემი წვრთნა არ შეწყვიტოთ. აჰა. კარგი სენსეი, აქ დაგემშვიდობებით. ნახვამდის. ისე შეგიძლია სენსეი არ დაუძახო. მის დედაც. არ უნდა 6 წლითაა შენზე კურსი. განსაკუთრებით მისთვის. რატო რა? იმ ორმა ახალბედამ ნამდვილად გაიარეს გამოცდა. ძალიან ცუდი ზრდილობა აქვთ. აკლასში 38 ადგილზე ვარ და თურმე არ მიცნობენ. სანაძლეოს დაოდებ არც კი იციან რა ხდება მსოფლიოში. ბევრ ხანს ვერ გაუძლებენ. არა. გენოსმა ორივე ტესტზე ქულების მაქსიმალური რაოდენობა აიღო. გამორჩეულმა ახალბედამ მაშინვე ეს კლასი მიიღო. მეორემ საიტამამ თხზულება საშინლად დაწერა. თხზულება ვერ დაწერა. 50 ქულა აიღო. კი. იმის და მიუხედავად რომ გამსველი ქულა ძლივს აიღო, ფიზიკურ შემოწმებაზე მისი ძალით ასოციაციის მთელი ინვენტარი დალეწა. აჰა. ანუ არც თხზულებაში უნდა დაგეწერათ მაგდენი და მოუმატეთ? მის ხეულში თვით ღმერთი ჩასახლდა. სნეიკ, რანგით უკვე გენოსზე დაბლახარ. კი. შეიძლება მალე საიტამაც კი დაგეწიოს. სნეიკ ასე ქვია? ის? როდესაც ეკლასის მწვერვალზე ახვალ შეგიძლია ბეკლასში გადახვიდე. ამის მერე აკლასია. შემდეგ კი ეს კლასი. გენოსი მაგარი ყოფილა. კი, მაგარი ყოფილა. მე მგონი ასეთ გმირად არ მინდოდა ყოფნა. განვაგრძოთ სემინარი ახალბედებისთვის. ჩვენთან ასეთი მოსაზრება არსებობს. ახალბედების განადგურება. ბევრი ჩვენგანი ვერ იტანს, როცა რანკით უსწრებენ. სწორედ ამიტომ ახალბედებს თავიდან მიცილებთ. სერიოზულად? მადლობა თქვი რომ არ მოგკლეს. ლამაზი კადრია. გამოვსწრდი მეთქი ეს სერიაც დამთავრდა უკვე. მაგრამ 10 წუთი კი გავიდა. გმირთა რეესტრი? დიახ. მე ეს კლასში ვარ. თქვენც ეკლასში. ორივე ბოლო ადგილებზე ვართ. ნუ ეგ ფაქტია. ჯერჯერობით გენოსი და საიტამა სახელით წერივარ. მაგრამ გმირული ქმედებების შემდეგ გმირულ სახელებს ანუ ზედმეტ სახელებს? გმირულ სახელებს? რა ჯანდაბაა? ალბათ რაიმე მეცახელს, რომელიც გმირების მახასიათებელზე იქნება. One Punch Man. აუ, საიტამას One Punch Man ერქმევა? იმიწოდან. ანუ მე მელოთ მოსასხამს დამთავრებენ. არ გინდა. One Punch Man-ი აუ, ხوار გადავა. მაგარი იქნება. არსებობენ გმირები, რომელსაც თავიანთი ფან-კლუბები აქვთ. მოკლედ, რა მნიშვნელობა აქვს? ნუ, იმისათვის, რომ ჩემი სულელური თხოვნა დააკმაყოფილეთ. მადლობას გიხდით. ხო. ხომ შეგვერდი აგიყვან მეთქი მოსწავლეთ. კარგია? კი.
რას ვაკეთებთ? ეს სავარჯიშო ბრძოლაა, ხო? ნამდვილად ხომ არ ვიბძით? სწორედ ამის იმედი მაქვს, რომ სერიოზულად ბრძოლას გაიძულო. რა? მე მთელს ჩემს ძალას გამოვიყენებ. გენოს ცუდი აზრია. თქვენი იმედი მაქვს. თელ შენს ძალას არ დაეზიანო თავი? რაც თავი ოპა. ნუ ანიმაცია კარგია. ანიმაცია ძალიან კარგია. უფ. აი ეს მესმის, ისევ ტანსაცმელს დამიწოვდი. უნდა ავჩქარდე. მიდი. არა, ფაითი ბაგარია. გაქრა? მე რა, მხოლოდ მის საჩერდოს დავსდევდი? კი? ვერ აუჩი, ვერ იჩერს. აი იქ. აალება. როგორც იქნა დავიჭირე. ახლა სენსეი სერიოზულად მომიდგება. უკან. Hello. მორჩა მოვიგე. სენსეი. ჩვენი სპარინგის წესები დაგავიწყდათ? თუ შეტევის აცილება შეგიძლიათ, აიცილეთ. დასერიოზულით არ მეთამაშოთ. ძალიან გთხოვთ, ნუ მინდობთ. და მაგრამ რომ არ დაგინდოს მოხკლავს. წობრიდან არ გამოვალ. ან ბაკპონჩი თუ გაფრთხილებ? ის თავადაც კი ვერ ხსნის, რაში მდგომარეობს მისი ძალის საიდუმლო. შესაძლოა ჩვენმა ბრძოლამ რამე გამოაშკარა. არანაირი შებრალება. არანაირი შებრალება. ეს არის ყველა წესი სენსეი. სწრაფიც არის თან. რა? სიკვდილი. ოპა, რა კაიანი. არა, ბრძოლის სცენა მაგარია, საბოლოო თქვენ. ანიმაცია ის მაგრად იწვანეს. მშია, ვაუ, საიტამა. უდონები ვიყიდოთ. წავიდეთ. ყველაფერს გენოსიც მაგარია. ხოთ არ დამინდოთ სენსეი მეორე წამში. წავიდეთ. ეს კი წარმომიდგენია რომ სენსეის ძალას. მივუახლოვდები. ნუ მიახლოვებით შეიძლება მივუახლოვდები, მაგრამ არ ამგონია გადაუჯოკრო. ის საერთოდ სხვა საფეხურზეა. რას დგას? ნუ ჯერჯერობით გენოსი ჩემი საყვარელი პერსონაჟია, როგორც უკვე ვთქვი, გენოსის ყურება უფრო საინტერესოა ვიდრე საიტამასი. ახლავე წავა. მიუხედავად იმისა, რომ მეორე ადგილზე საიტამა მყავს საყვარელი პერსონაჟებში. უბრალოდ გავაგებინებ იმას თუ რას ველოდებით მისგან. კარგია რომ უდონებს ჭამ. დიახ. საჭმელებს არ ვარჩევ. სიმართლე გითხრა ფული აღარ მაქვს. ხომ გესმის? კიდევ ერთხელ იბრძოლებ გენოს. სუპერ ცხარე მეგა ურჩხულისებრი უდონი. აუ, მე შევჭამდი. არა ნორმალურია? უკუდები. გენოს მე სულ შეჭამ. მორჩა? რა მაგარი ხარ. კი? კეთილი იყოს. აუ, ჩემი. შენ გენოსი ხარ არა? მე აკლაში პირველი ვარ, ტკბილი ნიღაბი. შენთან ლაპარაკი მსურს. პირველი აკლაში? ტკბილი ნიღაბი? რა სიმპათიურია. ლაპარაკი?
იქნების ერთ-ერთი მათგანია, ვინც ახალ ბედებს ანადგურებს. გასაგებია. აქ დამელოდე სენსეი. კარგი. სუსტად ახლა მინდოდა ნაჭამის მონელება. გავიგე მაშინ მეს კლასში მოგახვედრეს. და მერე გაუკლავდება? აბა, უკვე დაასრულეთ? დიახ. გეტყობა რომ ეს კლასში ხარ. თავად A კლასის პირველი ნომერი მოვიდა შენს გასანადგურებლად. არა. გასანადგურებლად არ მოსულა? აბა რა უნდოდა? მოკლედ რომ გითხრათ. მოსასალმებლად მოვიდა. კი? მართლა? უკაცრავად. ჩვენ ნიღაბს იცნო? დაიწყო. შეიძლება ხელი ჩამოგართვათ? უღრმესი მადლობა. მეც. ეს კლასი, სადაც კლასის მიმართ დამოკიდებულება ძალიან განსხვავდება. სხვათა შორის ითაღლითე. შენ ხომ კიბორგი ხარ? ნუ, კარგი ჯანდაბას. ახლა ორივეს ერთი მოგება და ერთი წაგება გვაქვს. დღეიდან ჩვენ პროფესიონალი გმირები ვართ. კი? ერთად ვიშრომებთ. დიახ. პროფესიონალი გმირი ყოველთვის სამართლის სიმბოლოდ უნდა დარჩეს. კი? ასეთია ჩემი აზრი. მით უმეტეს ეს კლასის გმირი. ასეთ საშიშ სახეს ნუიღებ. შესანახავად მოვედი. გმირობის გამოცდა როგორ მოგეწონა? დიდი ვაზრობა იყო. დროის ბუჭი ხარჯვა. დრო არ მაქვს. კარგია, როცა სისხლი გიდუხს. მაგრამ თუ გადააჭერბებ, დაიწვევი. თავს მოვიჩვენებ, რომ ასოციაციის კრიტიკა არ გამიგია. ჩვენი საუბარი დასრულებული. აჰა. კეთილი იყოს ჩვენ რიგებში მობრძანება. შენგან ბევრს ველით. გენოს. გასაგებია. სენსეი. მე მოგვიანებით დავბრუნდები. აჰა. კარგი. მაშინ შეხვედრამდე. დიახ. შეხვედრამდე. კაი საუნდტრეკია ახლა. თუ გესმით და ალბომი წინ ამოჭრა. გამიუთება უფრო სწორად. დროის ფუჭი კარგოა? საინტერესო ტიპი. კი? საინტერესო ჩანს. გახმოვანებ რა თარგმნეთ ბოლო ნაწილი. მინდა რომ გავიგო, აი ახლა ძალიან მაინტერესებს აქ რას ამბობს. აჰა. აღარ არაფერი არ ისმის. გაი. ახლა გაჭირდა მაინც და მაინც. ესე იგი ეს იყო One Punch Man-ი პირველი სეზონის მეხუთე სერია. ჯერჯერობით კი ყველაზე ცუდი სერია მეოთხე იყო, ყველაზე კარგი სერია ეს იყო. რომ ეწონა გაჩვენეს გენოსი გაჩვენეს. გენოსი ისედაც ჩემი საყვარელი პერსონაჟი იყო ჯერჯერობით, მაგრამ ახლა უფრო და უფრო მეტ ეკრანის დროს და უთმობენ და მეტ ყურადღებას რომ ვაქცევენ. საინტერესოა,
ბრძოლა საიტამა versus გენოსი ძალიან მობეწონა. ძალიან მაგარი ანიმაცია იყო. მიუხედავად იმისა, რომ საიტამა ყველაფერი რასაც საიტამა აკეთებდა, იყო დარტყმის აცილება და გენოსის შეშინება, всё. მაგრამ მაინც მაგარი იყო. ილდეთების გამოყენება, მე გენოსის იარაღი, აფეთქებები, ცეცხლები და ლაზერები და ერთიანობები, კარგი იყო, მომეწონა მეგონეთ. და ეს გენოსის ამბავიც, საინტერესო არასი ზამენახლა. ჩვენი გმირები. და გენოსის ეს კლასის გმირი გახდა. საიტამა ჯერჯერობით C-კლასის, რადგან, თეორიულ მასალაში ჩაფლა კი. მაგრამ ხო, როგორც მე ვხვდები 21 ქულაც არ უნდა მიიღო იქ და უბრალოდ იმიტომ დავწერეს, რომ მოეწონათ როგორ წარმოაჩინა თავი იქ. რა ქვია. ფიზიკურ ნაწილში რა ვარჯიშის გამოცდის. ამიტომ ხო, ნახოთ. გემშვიდობებით ახლა, იმედია მოგეწონათ ეს ვიდეო, თუ მოგეწონათ არ დაგავიწყდეთ და ლაიქოთ, გამოიწეროთ ჩემი არხი, დატოვოთ კომენტარები და გააქტიუროთ ზარი. მადლობა ყველას, ვნახავთ შემდეგ ვიდეოში, გისურვებთ ბედნიერ დღეს, კარგად ბრძანდებოდეთ.